ჩვენ კი ვიძახით რომ ბიძინა კეთილი დიქტატორია, მაგრამ ვერცერთ კეთილ დიქტატორს ვერ ეტყვის შენ იმას, რომ იცი რა აგე ჩმორი არის, ტრაკია წამოშველი და პანგურის ამორტყმა უნდა და ფეხის გაწმენდა უნდა პროსტა შენზე. და ვერ ეტყვი არ გაიწმინდო, იმიტომ რომ შენ ხო თვითონ უშვერ ამას. მთავრობა დაინახა რომ კიდევ უკეთესად შეუძლია ამ ხალხის გაჯორვა მომენტ, ვიცის რომ ამ თემას შეხება პოლიტიკურად ნონგებიანი არ არის თუ შენ ამ ხალხს იცავ, იმიტომ რომ ეს ხალხი ჯერ თვითონ უწყდებათ საკუთარ ოჯახებში იმის თქმა რომ ვიღაცა ზოგჯერ მოუწევიათ. სადღაც თუ დაიჭირე დააჯარიმე საერთოდ ჩაისვრის, ისე შეეშინდება. ხედავს რომ კაცი არის გამზადებული თავზე წამოსარტყავად, გამონაკლისები მთელ ამ ბრძოლაში ყოველთვის იყვნენ. უმრავლესობა რომ ამ თემაში ვინც იყო, მათ შორის ეგრეთ წოდებული გროვერები, რომლებმაც თავისი შინაარსით ჩვენ თან ბრძოლის ფარგლებში მათ შორის სინამდვილეში ამაკრძალავს ხარი დაუჭირეს. ამაზე ჩვენ ხალხს ვეუბნებოდით, იმიტომ რომ ყველა თქვენ წინამდები როგორც ხაბია რა ახლა თქვენ წინამდები ისე არის დინარაძე თქვენ წინამდები რა განსხვავება არის ანუ ვიძე რომელიც გევასება ამის მიხედვით როღებულობ გადაწყვეტილებას ამ შედეგს მიიღებდი ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ბიძინა რომ მოვიდეს სხვა და რომ ითხრას რომ აი 3% მიიღე შენ ამ თემით არ უნდა ამ ხალხს ლეგალიზება ვინც ეწევა იმასაც უნდა რომ ტრაქში პანგურს ურტყამდე და შენ რატო იცავ ეს არის გადასარღვევი თქვენ ვაფშე ამის ღირსი ხართ თემი პრობლემა მაშინ მდგომარეობს თუ რაღაცის ღირსი არ ახარ ის არ დაგემართება ღმერთი სამართლიანია პირველ რიგში საჯაროდ გამოხვიდეთ და აღიაროთ რომ უბრალოდ არავის არ ემალებით და არაფრის არ მწხვენიათ იმიტომ რომ თავის აქციების რო წხვენია თავის რო ეშინია ის კაცი დაჭრილი მეომარებით არის ფრონტზე რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია